ცხადია გვარსახელის დაუსახელებლად მე ახლა ერთი საითულო უნდა გაგანდოთ. მე მქონდა დღესაც მქონდა მსჯელობა კაბათი ერჩევს მეგობართან, რომელიც რახანია აღარ არის ქართულ ოცნებასთან, მაგრამ არ არის იმ საზოგადოებასთანაც, რომელიც ყოველდღიურად აპროტესტებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებს. ცნობილი კაცია. გულახდილად გეტყვით, ცხადია გვარსახელს არ გაგიხელთ, იმიტომ რომ მაინც პირადი მომზერაა და ასე მაგალითად ჩვენ დღესაც ვიჩხუბეთ, ხო, რამდენიმე დღის წინ ხო ვიჩხუბეთ, მაგრამ დღესაც ვიჩხუბეთ თემაზე, გამოიყენა თუ არა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ რამქიმიური ნივთიერება, რამქიმიური იარაღი გასული წლის ნოემბრის მიწურულს 28, 29 და 30 ნოემბერს და აგრეთვე პირველ 2 და 3 დეკემბერს მიმტკიცებს, რომ არ გამოუყენებიაო, კამიტი არ გამოუყენებიაო, დავთანხმდი, რომ კამიტი არ გამოუყენებია, მაგრამ ჩემს შეგებებულ კითხვაზე, კი, მაგრამ კამიტი არ გამოუყენებია, რამე ხომ გამოიყენა, მას ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში პასუხი არ აქვს და მეუბნება და ახლობებით კი არა, ზუსტად ამას წაგიკითხავთ, ცხადია, კვლავ ვიმეორებ გვარსახელის დაუსახელებლად, შენ თქვი, რომ კამიტის არსებობა იქამდე უტირებს ყოფას, სიტყვას ხმარობს, მაგრამ მაინც ამას სანამ გამოიზიებენო, მე გითხარი, რომ ეს სისულელია, ვერაფერი შედეგი ვერ ექნება. გარდა იმისა, რომ უფრო მეტი არგუმენტი ექნება ამ ოცნებას. აბა როგორ ავხსნა სხვაგვარად, სხვანაირად, ამას გთხოვ, შენ ნუ ხარ ისეთი მხარე, მე ვარ მხარე, რომელიც მზადა ყველაფერი დაანგრიოს, თუნდაც მოგონილი ამბებით და ოღონდ დაანგრიოს ქართული ოცნება. ეს აძლიერებს იმათ, ვინც აღარ უნდა გაძლიერდნენ, ანუ ქართული ოცნება არ უნდა გაძლიერდეს, თუმცა ქართული ოცნება ძლიერდებაო, ასე გონია. ცხადია, კვლავ ვიმეორებ მე მის გვარსა და სახელს არ გიმხელ, თუმცა მას მე დავახვედრე ამგვარი არგუმენტი, რომ კიდევ ერთხელ გეუბნები მეთქი. პირველში, 2-ში და 3-ში რა გამოიყენა? ეს ოხერი, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, დე-ფაქტო ხელისუფლებამ, აგრეთვე 28-ში, 29-ში და 30-ში ნოემბერს გასულ წელს. ამაზე პასუხი მას არ აქვს, იმიტომ რომ მე უხეშად ხსნით, ცხადია, ვუფრიალებ დოკუმენტს, რომელშიც წერია ქსუსის გამოძიებად წოდებულს, რომელშიც სწორედ 4 დეკემბერზეა საუბარი და არა სხვა დღეებზე. აქვე მე კვლავ მინდა დავადასტურო ის, რასაც ამბობდი რამდენიმე ხნის წინ, დამოუკიდებლად იმისა, ქართული ოცნება მართალია თუ არა, უკვე ისეთი ვითარებაა შექმნილი ევროპაში პირველ ყოვლისა და მსოფლიოში მეთქი ასე ვიტყვი, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა ოცნებამ სიმართლეები რომ ცილაპარაკოს, გამოძიება მართლაც რომ ჩაატაროს, ეს გამოძიება რომ იყოს ობიექტური, ქართულ ოცნებას არც არავინ არ დაუჯერებს. ნდობა დაკარგულია ირაკლი გობახიძე კი არა, პირველ ყოვლისა ბიზინა ივანიშვილი. და ნდობა დაკარგულებმა ცაზე რო თქვან რომ ცისფერიაო, დედაბიწაზე რო თქვან რომ ბრგვალიაო, ეჭვის თვალით გახედავს ბრიუსელიც, გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ ვაშინგტონის, ყველა მოკლედ მოსკოვის გარდა, ვინც რუსულ ნავში გადასკუპდა, მათ არაფერში არ ენდობიან, კვლავ ვიმეორებ და კი ამიტომაც წავიკითხავ ერთ ცნობას იმის თაობაზე, რომ ევროპარლამენტში ოცნების მიერ ქიმიური აგენტის შესაძლო და სიტყვის მნიშვნელობა აქვს, ხო? გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს და იწყება თუ არა საერთაშორისო გამოძიება მაინც და მაინც ახლა ევროპარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად კვალ ვერ გეტყვით, მაგრამ საერთაშორისო გამოძიება ადრე იქნება თუ გვიან რომ შედგება და საერთაშორისო გამოძიება დაბეჯითებით და ძახილის ნიშნით რომ იტყვის ერთ იმ წინადადებას, რომელიც ქართულ ოცნებას დაანგრევს, რომ ქიმიური იარაღი გამოყენებულია, დაანგრევს პირდაპირ მნიშვნელობით, ეს ჩემი აზრით ფაქტია და მოსალოდნელია. მეორე, თუ მე მაინც და მაინც ვცდები, საერთაშორისო გამოძიება სულ მინიმუმ იტყვის შემდეგს. გადამალულია ფაქტები, რაც გვიდასტურებს ჩვენ ეჭვს, იმის თაობაზე რომ 28-29-30 ნოემბერს, პირველ 2-3 დეკემბერს და შემდგომ დღეებში 4-5 მარტლა გამოვტოვოთ, თუ გნებავთ, გვიდასტურებს ჩვენ ეჭვს, რომ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ქიმიური აგენტი, ქიმიური ნივთიერება, ქიმიური იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ნდობა დაკარგულებს ყველაფერს უზაბენ და ყველა წინადადება ჩაიწერება მათ წინააღმდეგ, ასე ვიტყვი, კვლავ ვიმეორებ, 3 მართლებიც რომ იყვნენ მათეული ვერსიით, ოღონდ 3 მართლები რომ არ არიან და ამას რომ იკადრებდნენ, ეს ფაქტია, BBC-ს წინააღმდეგ შეიტანენ, სარჩელს,
BBC-ს წინააღმდეგ ტრამპმა კიდევ შეიძლება მოიგოს, კიდევ კი არა. მოიგებს, იმიტომ რომ იქ მართლა გაუყალბეს ტრამპს გამოსვლის ტექსტი, ვიდეო და შესაბამისად ვერბალური ნაწილი. და BBC არას ყოველთვის არ ტყუის. BBC იგებს და აგებს პროცესებს, სასამართლო პროცესებს და თუ ტრამპთან ის მაღალი ალბათობით, მოდი ასე ვიტყვი, დამარცხდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აპრიორი დამარცხდება ქართულ ოცნებასთან. მე გეტყვით, რომ არეგულირებელ კომისიაში ბრიტანეთისა, ან სასამართლოში ბრიტანეთისა წავიდეს მამოგამდინარანზე შეიარაღებული მისივე იურისტები, შეიარაღებულები, გარკვეული არგუმენტებით და იჩივლონ. მაგრამ ვაგლახთა სამწუხაროდ, როგორც New York Times უჩივლა თორსტეი გორის საკრებულოს თავმჯდომარის სახელით უნდა შესულიყო თუ მოკლედ ქართული ოცნების ერთმა განშტოებამ უნდა ეჩივლა New York Times-ისთვის და არც არაფერი ვიცით ამ ეგრეთ წოდებული საარჩელის თუ საჩივარის თაობაზე არც ჩამიისმის და არც ჩუბი ზუსტად ასევე დადუმდებიან ისინი BBC-სთან მიმართებაში იბაქი ბუქებენ, იტყვიან რომ აი ესეთი მაგრები ვართო, ახლა BBC-ს ჩვენ ბევრ და ბევრ დიდ და დიდ თანხას მოვთხოვთო, მაგრამ გაივლის კიდევ რამდენიმე ხანი და ესენი მიჩუმდებიან, არც არავის აღარ გაახსენდება. ირაკლი ზარქუას ასე მაგალითად რომ მკითხავ, კი, მაგრამ სად არის ზარქუა ბატონო? საჩივარი BBC-ს წინააღმდეგ შეიძლება ლობიანზე დაიწყოს ლაპარაკი და არა მარტო ლაპარაკი, არამედ ლობიანი ჩაკბიჩოს თუ მიაყოლოს ლობიანს რომელიმე ალკოჰოლური სასმელი. ასე ვიტყვი. ეს არ არის მნიშვნელოვანი სხვა რამეა. მე ამ ამბავში და არავინ არ ლაპარაკობს ამაზე, სამწუხაროდ არავინ არ ლაპარაკობს ამაზე, გამახსენდა ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამ თემაზე ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს, არც ერთ იერარქს, არც მოსაყდრეს შიოს, მოსაყდრედ წოდებულ შიოს, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, თუ გნებავთ დავარქვათ მოსაყდრეს შიოს, რომელიმე ეპისკოპოს, რომელიმე მღვდელმთავარს, რომელიმე ეპარქიის წინამძღოლს, რომელიმე რომელიმე მღვდელმსახურს, ღვთისმსახურს, რიგით მღვდელს და ასე შემდეგ. ბევრს ყოველ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ, ცხადია ცალკეულ გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ, მათზე და არ ვსაუბრობ იმაზეც, რომ შესაძლოა მართლაც რომელიმე ეპისკოპოსმა, რომელიმე ქადაგებისას კი თქვა ამის თაობაზე ასე მაგალითად მე იმედება რომ თქვა მაგალითად მეუფე გრიგოლმა არ მომისმენია გულახდილად გეტყვით, მაგრამ რაღაცა ეს არ გაშუქებულა, რაღაცა ეს არ ვიცით ამის თაობაზე და თითქოს ყველანი დადუმებულები არიან. არადა ინსტიტუცია, რომელსაც აქვს რაღაც 80 და მეტი პროცენტი ნდობის რეიტინგი, მისი ხმა უდაბნო საშინა დარჩენილი სულაც არ იქნებოდა, თუ მაღალი, მით უფრო მაღალი იერარქები ამ ყველაფერზე იტყოდნენ ორ სიტყვას და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას მიუთითებდნენ და მოსთხოვდნენ, რომ იცი რა არის, მართლა ჩაატარა ეს გამოძიება და მართლა მოიწვიე საერთაშორისო გამომძიებლები, რომლებიც ობიექტურ დასკვნას დადებენ, შენ გახსენი ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რა ვიცი, მარაგები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტები და ასე შემდეგ, რაღაცანი საერთაშორისო საზოგადოებას დეიმან თქვას, იმიტომ თუ ქიმიური იარაღით არის დაწამლული ხალხი, ხო, ეს ძალიან ცუდი ამბავია, ეს შენ ვერ გადაგარჩენს და არც უნდა გადარჩე ამის შემდეგ და მოდი მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემ მრევლზეა ლაპარაკი, მაგრამ პირში წყალჩაგობებული ეკლესია როცა არსებობს, ის პირში წყალჩაგობებული ეკლესია რეალურად არც ხალხის მსახურია გამოდის ასე და არც ღვთის მსახურია გამოდის ასე და ის არის ხელისუფლების მსახური, იმიტომ რომ მისგან მიიღოს წყალობა არა ღვთისა, არამედ წყალობა ივანიშვილისა, წყალობა არა ცხოვრისა, არამედ წყალობა ბჭყალებში ზეკაცისა, ანუ ცრუ ზეკაცისა, ცრუ ღმერთისა, რომელიც გააღმერთა ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა, უწოდა რამას ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ასე მაგალითად, ან ყველაზე დიდი პიროვნება ბარე ილია ჭავჭავაძის შემდეგ წვები. დასაკვირველია ისტორიის ნაგავში, სანაგვეყუთში მოისროლა ბიძინა ივანიშვილი ლამის ილია ჭავჭავაძესაც კი ეჯიბრება თეატროლოგიერმა, სხვა შორის თქვა თუ არ ვწდები თეატროლოგიერმა, შესაძლოა სხვა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რომ ავტორიტეტებიო, აი მაგალითად ავტორიტეტი
არისო ილია მეორეო ავტორიტეტი, არისო ილია ჭავჭავაძეო. არ წარმოუთქვავს ბიზინა ივანიშვილზე როგორც ცოცხალ ავტორიტეტზე, მაგრამ უთუოდ ჩვენ ხომ ვიცით, რომ თეა წულუკიანი იქნება თუ სხვა, ისინი ფიქრობენ და ამბობენ და ფიქრობენ ილია ბიზინა გრიგოლიჩ ივანიშვილს, რომ ისიც აი ამ ორ პიროვნებას ილია მეორეს, პირველ ყოვლისა ილია ჭავჭავაძეს, მერე ილია მეორეს უტოლდება ან უნდათ რომ გაუტოლონ. ეხლა რატო საუბრობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამ დუმილზე? ამ ნაწილთან მიმართებაში, იმიტომ რომ ის არა მხოლოდ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების და პერსონალურად ბიზინა ივანიშვილის მსახურია, რომელმაც უნდა უწყალობოს ბანკი ქართულიდან 1 ტაძარი, 2 ტაძარი, 7 გუმბათი, 12 ხატი და 33 ფრესკა და კიდე რაღაც 257 სანთელი და პირჯვარიც უნდა გადაიწეროს ხანდახან ეგორი ეშლება კიდეც საიდან უნდა გადაიწეროს ხოლმე, მაგრამ ეს არ არის ჩვენი განსახილველი, ეს მისი პრობლემა თუ არის პრობლემა, ოკეი? იმიტომ რომ ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გვინდა თუ არ გვინდა 80%-იანი ნდობა აქვს ამ ეკლესიას თუ 97-იანი, ის არის რუსეთის მსახური. ხო, რუსეთის მსახურ ეკლესიებს რომ ვიცოდეთ მაინც, ცუდი ბელი ბუედი ელით საერთოდ ზოგადად და ცუდად განვითარდა მათი ისტორია, მათი ამბავი რამდენიმე სახელმწიფოში. ასაკვირველია პირველ ყოვლისა გულისხმობ უკრაინას, სადაც რუსულად მსახურება აღარ არის და ეს RPC Российская православная церковь და რუსეთის მოსკოვის ეპარქია პრაქტიკულად კი არა აღარ არსებობს. ეს ერთი, მაგრამ იქ გასაგებია ორი დაპირისპირებული სახელმწიფოა და აი ყველა ვიცოდით და ისედაც ცნობილი იყო რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ვერ გაჩერდებოდა ქვეყანაში, რომელიც რუსეთს ებრძვის და რომელიც თავის მხრივ ეს მართლმადიდებელი ეკლესია იყო მეხუთე კოლონა, ტვინს უბურღავდა და უჭედავდა რა იქაურელს რუსული მესიჯებით. მაგრამ აგი ახლა ჩვენს რეგიონში არ არის ოღონდ საუბარი მართლმადიდებლებზე და არც კათოლიკურ მართლმადიდებლებზე არ არის საუბარი, მაგრამ აქ საუბრობთ ჩვენ სომხეთის სამოციქულო ეკლესიაზე, გრიგორიანულზე. სომხეთის სამოციქულო ეკლესია უნდა იყოს დაცული კრტიჩ ნერსისიარისაგან და სექტანტების სხვა ჯგუფებისაგან, რომლებსაც წმინდა ეშმიაზინი აქვთ ოკუპირებული. განაცხადა, იცით ვინ განაცხადა? სომხეთის პრემიერმა ნიკოლ პაშინიანმა და სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორეს გადადგომისაკენ მოუწოდა. ცხადია, ხრცოვანი პატრიარქი ილია მეორეს გადადგომაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ მისი მოსაყდრე რომ არის ამასთან რომ გაუგრძელდა ეს მოსაყდრეობა მაშინ, როცა პატრიარქი ილია მეორე ქმედუნარიანია, ამ ვერსიისთან ახლად, ყოველ შემთხვევაში თუ ქმედუნარიანი არ არის, მაშინ პატრიარქი ილია მეორე უნდა გადადგეს. რაღა ის აწერს ხელს, აი ესე ოფიციალურად გავყვეთ, ხო? შიოსებურად გავყვეთ. რაღა ის აწერს ხელს, ასე მაგალითად დოროთეს განთავისუფლებას უფრო ზუსტად დასმული აქვს ბეჭედი, კი არა, ფაქსიმილე პატრიარქი ილია მეორეს, იქ გამოდის რომ შიოც ადასტურებს იმას, რომ ის ქმედუნარიანია. ანუ მას შეუძლია პატრიარქს სხვა საქმეა შეუძლია თუ არა, მეგეუბნებით შიო რას ამბობს, რაღა ქმედუნარიანია, შესაბამისად მოსაყდრე შიო აღარ უნდა იყოს მოსაყდრე შიო და 2017 წელს მისთვის მინიჭებული ეს მოსაყდრეობა უნდა მას ჩამოერთვას ალბათ მაინც სინოდიალური გადაწყვეტილებით, რომელიც ხოლმე ჩვენ 2 წელი არ შეკრებია. მაგრამ ახლა მე ამ კუთხითაც არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ სხვა რამეზე. ასაკიან პატრიარქის გადადგომაზე არ არის საუბარი და ასაკიანი პატრიარქის დადანაშაულებაზე ისე, როგორც დანაშაულებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნაკლებად ასაკიან გარეგინ მეორეს, ანუ იქაურ კათალიკოს, მაგრამ ჩვენ დასაკვირველია მოგვიწევს ადრე იქნება თუ გვიან გალაშქრება პირდაპირ ვიტყვი, ხშირად რუის ურბლისის კრებასაც უწოდებენ ხოლმე, გალაშქრება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც ბუდეა რეალურად ბანდიტებისა, მეთქი ასე ვიტყვი, რომლებიც ბუდეა პირებისა, რომლებიც ყველას ემსახურებიან, მათ შორის ძალაუფლების ცენტრებს და ძალაუფლების მქონე პირებს ემსახურებიან და ნაკლებად ან საერთოდ არ ემსახურებიან ქრისტეს და რაღაცა მითებით და მითოლოგიებით და ბოდბებით კვებავენ საზოგადოებას და მრევლს რაღაცეების თაობაზე, იქ რაღაც მსმენია ასე მაგალითად რაღაც უცოდველი თევზების თუ უცოდვილი ფარშემანგების თუ რაღაცეების თაობაზე და ეს ყველაფერი იკვებება და აი ამ ამბიონებიდან ან ქრისტეზე არ არის საუბარი.
და არც ქრისტეს მოციქულებზე არ არის საუბარი და არც დიდმამებზე არ არის საუბარი უმრავლეს შემთხვევაში იოანე ოქროპირზე, ბასილი დიდზე და ასე შემდეგ. ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმ რაღაცა ფურუსით მოსულ რაღაც ისტორიებზე, რომლებსაც საფუძველი ამგვარ ისტორიებს გულახდილად გეტყვით ჩაეყარა საფუძველი ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან. ამიტომ მე მესმის რომ ასაკიანი პატრიარქის გადადგომაზე არ არის საუბარი, თუმცა თუ ის ქვედრუნაროა უნდა გადადგეს დასაკვირველი და უნდა გამოარჩიოს სინოდმა ცოცხალი პატრიარქის ილია მეორეს პირობებში ახალი პატრიარქი, მაგრამ თუ ქმედუნარიანია, მაშინ შემთხვევაში შიო როგორც მაღალი ალბათობით და მე ვისაუბრებ ის კავშირებზე ალფეებთან, ილარიონ ალფეებთან, ის უნდა წავიდეს თანამდებობი, ანუ მოსახლეობიდან ასე ვიტყვი. ცოტა ხნის წინ სომხეთში 10 ეპისკოპოსი კათოლიკოს გარეგინ მეორის გადადგობის მოთხოვნით გამოვიდა და ეპისკოპოსებმაც უნდა ამოიღონ ხმა. მე მესმის რომ ეს ყველაფერი იქნება, რასაკვირველია, როცა იქნება, როცა ასე ვარქმევ იმ პერიოდს, როდესაც აღესრულება პატრიარქი ილია მეორე, დიდხანს სიცოცხლე უსურვოთ მას, ყველას პრინციპში, მაგრამ და იმ პერიოდისთვის რასაკვირველია, როცა ეს იქნება პირდაპირ რაღაც 15 წლის შემდეგ. ეპისკოპოსები ერთმანეთს ბჭყალებში დახოცავენ, იტყვიან რომ ის ტაძარი ჩემია, გაშვეთი მაგალითად და პატარა საება ჩემიაო. იქნება დიდი გაწევ-გამოწევა, იმიტომ რომ ისეთი ავტორიტეტი, როგორიც არის პატრიარქი ილია მეორე ეკლესიას აღარ ეყოლება კიდევ მრავალი ათეული წელი, ასეული წელიც კი თუ ეყოლება საერთოდ, დამბალანსებელი მათ შორის, მაგრამ მე მგონი რომ მანამდეც ეპისკოპოსებს მაღალი იერარქიებს, მოდი ასე ვიტყვი, ამოსაღები აქვთ ხმა, იმის წინა უფრო ხმა მახლა საფრთხელი აქვთ იმის წინააღმდეგ, რაც ხდება დღეს საპატრიარქოში. გნებავთ ერთი მიმართულებით შორენა, რომელიც აკონტროლებს პატრიარქის მდივან რეფერენტი აკონტროლებს მათ შორის ფაქსიმილესაც და გნებავთ მეორე მიმართულებით, ეს არის შიო და სხვები, რომლებიც აკონტროლებენ რაღაც ერთ ნაწილს, მოდი ასე ვიტყვი, და საპატრიარქოსი ღვთისმშობლების მნიშვნელოვან ნაწილს და შიო ესე ნახტომისათვის, მოდი ასე ვიტყვი, ემზადება, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის საპატრიარქოში დიდი ნდობა განსაკუთრებით ალფეებს, რაც უკაცრავად სიტყვიზა დაერხა მის პატრონს მოსკოვიდან, მოსკოვის დიდად არ წყალობს, მაინც არ წყალობს ახლა მოსაყდრე შიოს. ცოტა ხნის წინ სომხეთში 10 ეპისკოპოსი კათოლიკოს გარეგინ მეორის გადადგობის მოთხოვნით გამოვიდა. ეპისკოპოსები გამოსასვლელები არიან შიო მუჯირის გადადგობის მოთხოვნით და პირველ ყოვლისა ისევე ხა მის ამბავს ციანი საქმესაც რასაკვირველია, მაგრამ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმესაც რომ მიუბრუნდე, ეპისკოპოსებს სათქმელი აქვთ, კი, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ, ჩვენ არ უნდა ჩავატაროთ სინოდის შეკრება, ჩვენ 1/3-ს აქვს მოთხოვნის უფლება, ბარემ გეტყვით, პატრიარქმა უნდა ჩაატაროს სასაკვირველია, მაგრამ პატრიარქს არ უნდა ვთხოვოთ, რომ აგევართ ამდენი და ამდენი ეპისკოპოსი და ვითხოვთ 2 წელი არ ჩატარებულა, წელიწადში 2 ჯერ უნდა ტარდებოდეს და ბოლოს ჩვენი მრევლი დაწავლეს თუ არ დაწავლეს, ამასთან დაკავშირებით არ უნდა ვიკითხოთ ორი სიტყვა, ხელისუფალს, საერო ხელისუფალს არ უნდა მოვთხოვოთ და ასე შემდეგ გამოძიების ჩატარებაო. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, იგი მიესალმება და მხარს უჭერს ამ 10 ეპისკოპოსის მოთხოვნას. უბრალოდ აქ ეპისკოპოსები ხომ არ არიან და აქ ჩვენ გვყავს, ახლა ყოველ შემთხვევაში გვყავს ეს ბანდიტური ეკლესიასთან და რუსეთთან და ფსბ-სთან გადაფსკვლილი, ფორმალურად ირაკლი კობახიძის და ისე კი საერთოდ რუსული ხელისუფლება. კიდევ რაღაცეების თქმა შეიძლებოდა სწორედ ფაშინიანზე, ორ სიტყვას ვიტყვიტო, ცალკე ვიდეო ბლოგის თემა, ეს საბოლოო ჯამში ეს თემა არის ამგვარი. საქართველოს de facto ხელისუფლება ყველასთან იფუჭებს ურთიერთობას, მას მეზობელი კეთილგანწყობილი მეზობელი პრაქტიკულად არ შერჩა, თუ იმეს გონია თურქეთი ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი მეზობელია, გარწმუნებს რომ ეს ტყუილია. ეს ერთი. მეორე, მას საქართველოს de facto ხელისუფლებას გადაკიდებული ჰყავს აზერბაიჯანი ტარიფებთან მიმართებაში პირველ ყოვლისა. და ახლა უკვე სომხეთის ლიდერსაც კი გააკეთებინა განცხადება de facto ხელისუფლებამ კობახიძემ, რომ ჩვენ იძულებული ვიქნებით საქართველოს სატრანზიტო გზის ალტერნატივა მოვძებნოთო, თუ ასე გააგრძელა საქართველოს de facto ხელისუფლებამ და ეს არის ეს უმრავლეს შემთხვევაში უკავშირდება ტარიფებს. მე არ ვადანაშაულებ მაინც და მაინც ახლა კობახიძე შეიძლება ის ტარიფი უნდა იყოს, მაგრამ მე ვადანაშაულებ მათ იმაში, რომ მათ არ ეყოთ კომუნიკაციის უნარი, ერთხელ კი აჩუქეს
პირდაპირ მნიშვნელობით ეგრა მაგის პასუხი არა უფლება ჰქონდათ შპს საქართველოს რკინიგზის საქმიანობაში ჩარევისა და რაღაც ტარიფების ჩუქებისა კი არა უფასოდ გატარებისა ერთხელ ხო რა საერთოდ რა უფლება ჰქონდათ მაგრამ ეს კიდე ცალკე და კიდე მეხუთე თემაა და ძალიან შორს წავიყვანს ახლა და როგორც ჩანს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ჯიუტობს და ჯიქურობს და გადაიკიდა მან აზერბაიჯანი გადაკიდებული ხავს აზერბაიჯანი გადაკიდებული ხავს სომხეთი გადაიკიდებს და გადაიკიდა უკვე თურქეთი და რჩება ასე მარტო ამარა რუსეთისა რომელიც რასაკვირველია სუსტ და დავარდილ და დავრდომილ ჩვენს ქვეყანას ხო გადასანსლავს სათავისოთ ანუ სარუსეთო ისეთ გადაწყვეტილებებს მიაღებინებს როგორებიც ირაკლი კობახიძესაც კი აკანკალებულს ხშირად ვერ წარმოუდგენია სხვა თემებია ეს ყველაფერი ვილაპარაკოთ სხვა მათ შორის შუა დელეფონზე ეს უნიშნულოვანესი თემაა ამათ გონიათ რომ ეს გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოსი მათ გამოაზრენს ჩიხში ვართ რეალურად მოქცეულები პოლიტიკურ გეოპოლიტიკურ ეკონომიკურ სატრანზიტო ჩიხშიც და ასე შემდეგ ამათი გადამკიდე მაგრამ ახლა თქვენის ნებართვით იკითხავ კიდევ ერთხელ და მთავარი კითხვა არის ასეთი 28 30 ნოემბერს და პირველ 2 და 3 დეკემბერს რა გამოიყენა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. საქართველოს ეკლესიას, რომელსაც ისედაც უმძიმესი მის მღვდელმსახურებს პირველ ყოვლისა, მათ შორის მაღალ იერარქებს, მძიმე ხვედრიელით. ადრე იქნება თუ გვიან, იმიტომ როცა გასწორდება ყველაფერი და როცა მესამე თუ მეოთხე რესპუბლიკა, მესამე რესპუბლიკა, ახალი რესპუბლიკა დაფუძნდება, ახალი რესპუბლიკა ყველა ინსტიტუციას, მათ შორის ავტორიტეტულსაც შეეხება წარსულის გამო. და პერსონებსაც შეეხება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე წვერით გამოათრებენ, რასაკვირველი არა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით რუსული სიგი არ იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ისტორია ულმობელი იქნება და თანამედროვეობაც ულმობელი იქნება ადამიანების მიმართ. ღვთელმსახურებს კი არა, კარგ მუსიკოსებსაც კი მიარგებიან და კარგ მწერლებსაც კი მიარგებიან ადამიანები და ეტყვიან, რომ რას დუმდი მაშინ, როდესაც ადამიანებს წამლავდნენ. მაგრამ ეს კიდე ცალკე თემაა. თავარია რას აკეთებდა 28-ში, 29-ში და 30-ში და საქართველოს ეკლესია რატო არ სთხოვს პასუხს ბიზნე ივანიშვილის რეჟიმს. მართლმადიდებელი ეკლესია. ასაკიანი თუ პატრიარქი თუ მისი ახალგაზრდა მოსახლე. და სომხეთის მაგალითი არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომელიღაც ეტაპზე ხელისუფალი, კვეთრი ხელისუფალი რას ეტყვის მაღალ იერარქებს საქართველოს საპატრიარქოდან. და იმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ნახვამდის.